ტაქტიკა იყო მარტივი. თუ დაცვითი გუნდი იყავი. თუ დაცვით ფეხბურთს თამაშობდი 7 კაცი იყო წინ და 2 უკან, თუ შემტევი ვიყავი 8 კაცი წინ და 1 უკან. ხო. ანუ ბანკზე მიდიოდა ხო? ნახევარმცველი არ არსებობდა რა. ერთხელ ერთი მსუკანი გუნდელი დარჩა ცენტრში. ბიჭო მე კავჭერდები. არა, 80-იანებში გააჩნდა ახალი ტაქტიკა 2-3-5. და ეს იყო 40 წელი მე, სანამ თამაშგარის წესი შეიცვლებოდა. ყველა თამაშობდა 2-3-5-ით რა. 2 მცველი, 3 ნახევარმცველი და 5. გოლი უნდა და ბევრს. ხო, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ აი იმ თამაში ინგლისში შოტლანდია, სადაც ამათ ყავდა 7 თავდასხმა და იმათ 8 0-0 დამთავრდა. მაგრამ გარდიანი წერდა რომ ესაა. ესეთი სანახაობრივი თამაშია. კარგი თამაში იყო, პასებს ცდილობდნენ. მაშინ ითვლებოდა რომ შოტლანდიელები პასებით თამაშობდნენ და ინგლისელები არა. ხო. მაგრამ ეს განსხვავება როგორც ჩანს არ იძლეოდა, იმიტომ 0-0. რა დაირი პასებით თამაშობდნენ მიდი და არ. ხო.